მოგესალმებით. მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი მარიამ თოფურია და ვაგრძელებ ვიდეო ლექციას სააქციო საზოგადოების შესახებ. დღევანდელი ვიდეო ლექციის ფარგლებში განვიხილავ ისეთ საკითხებს, როგორიც არის აქციათა სავალდებულო მიყიდვა, საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა და სავალდებულო სატენდერო შეთავაზება. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ აქციათა სავალდებულო მიყიდვაზე. აქციათა სავალდებულო წესით მიყიდვა მაჟორიტარი აქციონერებისთვის უცხო არ არის საზღვარგარეთის განვითარებული თუ განვითარებადი სახელმწიფოების კანონმდებლობისთვის, თუმცა სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებული არის მისი რეგულირება. საქართველოში აქციათა სავალდებულო მიყიდვა, როგორც სააქციო საზოგადოებაზე, სრული კონტროლის მოპოვების ერთ-ერთი მექანიზმი შემოღებულ იქნა მეწარმეთა შესახებ კანონში 53 მესამე პრიმა მუხლში. აქციათა სავალდებულო მიყიდვა მაჟორიტარს აძლევს უფლებას აიძულოს მინორიტარი, რომ ამ უკანასკნელმა მაჟორიტარს მიჰყიდოს თავისი წილი სამართლიანი ფასის სანაცვლოდ. მაჟორიტარ აქციონერად ითვლება აქციათა უმრავლესობის მესაკუთრე, ხოლო მინორიტარი აქციონერი არის აქციათა უმცირესობის მესაკუთრე. აქციათა სავალდებულო მიყიდვამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 2006 წელს მისი კონსტიტუციურობის საკითხი 5 კონსტიტუციური სარჩელით დაისვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააერთიანა სარჩელები და 2007 წელს 53 მესამე პრიმა მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით. ძველი რედაქციით აქციონერს, რომელიც ფლობდა კომპანიის აქციათა 95%-ზე მეტს, უფლება ჰქონდა გამოესყიდეს სხვა აქციონერთა აქციები. იმ აქციონერს, რომლის აქციების გამოწყიდვაც ხდებოდა, ჰქონდა უფლება მიეღო სამართლიანი ანაზღაურება. არსებობდა სამართლიანი ფასის დადგენის ორგვარი პროცედურა. პროცედურა შესაძლებელია გაწერილი ყოფილიყო სააქციო საზოგადოების წესდებაში, ხოლო თუ წესდებაში ეს საკითხი მოწესრიგებული არ იქნებოდა, სამართლიან ფასს ადგენდა დამოუკიდებელი ექსპერტი ან საბროკერო კომპანია. 53 მესამე პრიმა მუხლის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი იყო ის, რომ მაჟორიტარი აქციონერი გადამწყვეტ როლს თამაშობდა აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის პროცესში. თუ ფასის გამოთვლის მეთოდი სააქციო საზოგადოების წესდებით იყო განსაზღვრული, ნათელია, რომ მაჟორიტარს პრივილეგიები ექნებოდა ასეთ შემთხვევაში და ის მიიღებდა ისეთ წესდებას, რომელშიც იქნებოდა მისი ინტერესები გათვალისწინებული. რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევას, ამ დროსაც მაჟორიტარი აქციონერი იყო ის პირი, ვისაც გააჩნდა არჩევანის გაკეთების საშუალება. ეს კი ზრდიდა ისეთი ექსპერტის ან კომპანიის შერჩევის ალბათობას, რომელიც დაწერდა ანგარიშს, ისეთ ანგარიშს, რომელშიც შემძენის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. მოსარჩელეები მიჩნევდნენ, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ინსტიტუტის არსებობა კანონმდებლობაში არ იყო გამართლებული. მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის მიმართ და აქციონერის უფლებებს საზოგადოებაში. ერთის მხრივ აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს, ხოლო მეორეს მხრივ იგი არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის ნაწილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კონსტიტუციის 21 მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეების აზრით, საკუთრების უფლება არ ნიშნავდა მხოლოდ უფლებას ამ საკუთრების ფასზე. ეს უფლება თვით ნივთზეც ვრცელდებოდა. ამიტომ მხოლოდ მაჟორიტარი აქციონერის სურვილი, ქონოდა სააქციო საზოგადოების აქციების 100% იყო ამ აქციონერის პირადი და არა საზოგადოებრივი საჭიროება. მოსარჩელეები ასევე მიიჩნევდნენ, რომ სამართლიანი ფასის დადგენის მექანიზმიც არ იყო სწორი. ვინაიდან ფასის დადგენის უფლება ეძლეოდათ თავად მაჟორიტარ აქციონერებს და რა თქმა უნდა ისინი სუბიექტურები იქნებოდნენ ფასის განსაზღვრისას და ნაცვლად სამართლიანი ფასის დადგენისა დაადგენდნენ ისეთ ფასს, რომელიც მათ ინტერესებს დააკმაყოფილებდა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმიც არ იყო ეფექტური. რადგან ხშირ შემთხვევაში ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ მინორიტარ აქციონერებს არ უღირდათ სარჩელის შეტანა, ხოლო სარჩელის შეტანის შემთხვევაშიც სიტუაცია არ შეიცვლებოდა, ვინაიდან სასამართლო ისევ აუდიტის სუბიექტურ დასკვნას ეყრდნობოდა.
53 მესამე პრიმამუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ 2008 წელს ძალაში შევიდა აქციათა სავალდებულო მიყიდვის მომწესრიგებელი ახალი ნორმა 53 მეოთხე პრიმამუხლი, რომლის თანახმად თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს უფლება აქვს სამართლიან ფასად გამოიზღიდოს სხვა აქციონერთა უფლებები. მთავარი განსხვავება ძველ და ახალ ნორმებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ახლა სასამართლოს როლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცესში, რადგან მაჟორიტარი აქციონერი მიმართავს სასამართლოს და სწორედ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლო ასევე უფლებამოსილია დაადგინოს სამართლიანი ფასი. მართალია მოსამართლეებს აქციათა ფასის დასადგენად მაინც უწევთ დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნა, თუმცა განსხვავება ის არის, რომ მაჟორიტარ აქციონერს, რომელიც ადრე თვითონ ირჩევდა ექსპერტს, გაცილებით უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვს უკანონო ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტზე. სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები და საზოგადოების აქტივები და პასივები. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ მყიდველის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ წარედგინება სასამართლოს. განცხადებას უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განცხადებაში კი აღნიშნული უნდა იყოს ისეთი მონაცემები, როგორიც არის სასამართლოს დასახელება, მყიდველისა და მისი წარმომადგენლის დასახელებები, განცხადებლის მოთხოვნა, მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება, განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე მაინც. ასევე რეესტრის მწარმოებელი პირის მისამართი და თარიღი, რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა. რეესტრის მწარმოებელი პირი, იგივე რეგისტრატორი, სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე, არაუგვიანეს 5 დღისა, ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია. რეგისტრატორი ადგენს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ყველა რეგისტრირებული მფლობელის სიას, მათი ვინაობის, მისამართების და მათ მფლობელობაში არსებული აქციათა რაოდენობის მითითებით და მყიდველის მიერ მისთვის წარდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ყველა აქციას გადააფორმებს მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის ხარჯებს მყიდველი აანაზღაურებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსაზღვრით თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს. მაჟორიტარების მიერ მინორიტარების აქციების გამოსყიდვა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მიზეზებთან, როგორიც არის მაგალითად მინორიტარ აქციონერებთან დაკავშირებული ხარჯების, სასამართლო დავებისა და აქციონერთა საერთო კრების მოწვევისას სირთულეების თავიდან აცილება. იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობაში მყოფ აქციონერებს აქვთ გარკვეული უფლებები, შესაძლოა მათ ეს უფლებები ბოროტად გამოიყენონ. ამის ნათელი მაგალითია სასამართლო დავების წარმოება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. ასე დროს კომპანია ჩართულია სასამართლო პროცესებში, რაც ამცირებს მის ფინანსებს. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რთულდება აქციონერთა კრების მოწვევა, რადგან მინორიტარ აქციონერთა საკონტაქტო მონაცემები არ მოიპოვება კომპანიის რეესტრში. ასეთი შემთხვევები დამახასიათებელია იმ სააქციო საზოგადოებისათვის, სადაც ათასობით აქციონერია, რაც ართულებს აქციონერთა კრების მოწვევის პროცედურებს.
რაც შეეხება მინორიტარ აქციონერებს, ერთის მხრივ მათთვის ხელსაყრელი უნდა იყოს აქციებზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ სამართლიანი კომპენსაციის მიღება, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცემათ მიღებული თანხა სხვა საქმიანობისათვის გამოიყენონ, თუმცა მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მინორიტარ აქციონერებს გარანტირებული აქვთ სამართლიანი კომპენსაციის მიღების უფლება, აქციათა სავალდებულო მიყიდვა ხშირ შემთხვევაში მაინც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, რადგან შესაძლოა აქციათა უმცირესობის მესაკუთრეს მაინც აქციათა ფლობა ერჩინოს კომპენსაციის მიღებას. გარდა მოცემული საკითხისა, მეწარმეთა შესახებ კანონი კერძოდ 53 პრიმა მუხლი საუბრობს ისეთ საკითხზე, როგორიც არის საზოგადოების მიერ აქციათა გამოსყიდვა. ამ მუხლის თანახმად აქციონერს უფლება აქვს მოსთხოვოს თავისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა საზოგადოებას, თუ მან საერთო კრებაზე მხარი არ დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებითად ლახავს აქციონერის უფლებებს, ან ეხება საწარმოს რეორგანიზაციას. საზოგადოების წესდება შეიძლება დეტალურად აწესრიგებდეს აქციების შეფასებასა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქციონერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღის განმავლობაში მას უფლება აქვს წერილობით მოსთხოვოს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვა. ასეთი მოთხოვნის უფლება არ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ აქციონერის მიერ სრულად არ არის შეტანილი ამ აქციების შესაბამისი შესატანი, ან თუ აქციონერმა ეს აქციები შეიძინა საზოგადოების მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების დაგზავნის შემდეგ. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება გამოსასყიდი აქციების რაოდენობისა და გამოსყიდვის ფასის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს 30 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აქციონერი წერილობით მოსთხოვს საზოგადოებას თავისი აქციების გამოსყიდვას. ხოლო აქციების გამოსყიდვის თანხა გადახდილი უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. აქცია გამოსყიდული უნდა იყოს მისი საბაზრო ღირებულებით. გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქციათა დაბალი ლიკვიდურობის გამო ან სხვა მიზეზებით კანონით დადგენილია აქციათა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრის სხვა წესი. აქციონერს, რომელიც არ ეთანხმება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გამოსყიდვის პირობებს, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 14 დღის განმავლობაში. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება თუ აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს, ან თუ გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს გადახდის უნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს, ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციათა გამოსყიდვის შედეგად. თუ გამოსასყიდად შეთავაზებული არის იმაზე მეტი აქცია, ვიდრე ეს დაშვებულია, ისინი გამოსყიდული უნდა იქნეს სხვადასხვა გამყიდველისაგან პროპორციულ საფუძველზე. საზოგადოებას უფლება აქვს შეიძინოს საკუთარი განთავსებული აქციები და შემდგომში გაასხვისოს თავისი შეხედულებისამებრ. სახაზინო აქციების რაოდენობა არც ერთ მომენტში არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25%-ს, თუ წესდებით უფრო მცირე ზღვარი არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 53 მეორე პრიმა მუხლი ისეთ ინსტიტუტს არეგულირებს, როგორიც არის სავალდებულო სატენდერო შეთავაზება. ამ მუხლის თანახმად, თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს, იგი ვალდებულია ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმების საერთო რაოდენობის 1/2-ზე ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვას თავაზობდა სხვა აქციონერებს. ასევე ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ამ პირების სასარგებლოდ.
ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმათა საერთო რაოდენობის 1/2-ზე მეტს. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი თითოეული კლასის აქციისათვის არ უნდა იყოს იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა საზოგადოების ამ კლასის აქციაში. აუდიტორმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ისეთი ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი იქნა დადგენილი. აუდიტორის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს მყიდველი ანაზღაურებს, ასევე მყიდველია ვალდებული თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია აქციების ყიდვის თაობაზე მიაწოდოს აუდიტორს ან საბროკერო კომპანიას. აუდიტორი და საბროკერო კომპანია კი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისათვის, რომელიც მან მიაყენა აქციონერს დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით. მნიშვნელოვანი არის ასევე იმის ცოდნაც, რომ სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არ აქვს მისი კონტროლის ქვეშ არსებული 50%-ზე მეტი ხმების საერთო კრებაზე გამოყენების უფლება. დღევანდელი ვიდეო ლექციის ფარგლებში მე ვისაუბრე აქციათა სავალდებულო მიყიდვაზე, სავალდებულო სატენდერო შეთავაზებაზე და აქციათა გამოსყიდვაზე საზოგადოების მიერ. მადლობთ ყურადღებისთვის.